4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა, რაც მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით საუბარი შეეხო მის განცხადებას, სადაც საუბრობდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრების მიმდინარეობაზე. მისივე თქმით, მოწმედ ვერ გამოდგება, რადგან ეს განცხადება სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების ანალიზის შედეგად გააკეთა. გამოკითხვიდან გამოსულმა ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერა ხელი და სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებდა. ამ წუთებში კი კახა კვეკვესკირის გამოკითხვა მიმდინარეობს, ასევე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. დღესვე უნდა მოусმინონ ნადიმ ხმალაძეს, რომელიც მოწმის სტატუსით გამოიკითხება. როგორც ვერ გამოვადგები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებას მოწმეთ, რომ ის იყო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ისე ვერ გამოვადექი ამათაც. იმიტომ რომ მოწმეს სჭირდება სხვა სტანდარტი. პოლიტიკოსი სრულიად სხვანაირად განსჯის და მსჯელობს. ანუ როგორც პოლიტიკოსი, მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ, არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსი. უთქმელობის ხელწერილზე მოგვაწერინეს ხელი, ეგონათ რომ საოცარ ინფორმაციას მიიღებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი არ გამოდგება ამ საქმეზე მოწმედ. უბრალოდ არ გამოდგება მოწმედ, ვინაიდან მან არ იცის ფაქტები. მას აქვს თავისი მოსაზრებები და საჯარო ინფორმაციიდან გამომდინარე გააკეთა ეს განცხადება. მართლა ვერ გამოვიდგები მოწმის სტატუსით, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცი, არაფერში არ მიმიღია მონაწილეობა. ერთადერთ ჩემ მიზანი და გეგმა იყო, რომ ჩატარებული იყო მშვიდობიანი აქცია და ეხლა რაც იქ 10,000-ობით ადამიანმა გაიგო, ის გავიგე მეც. ბრიფინგი თუ რაღაცა უნდა ჩატარებულო და იმ ბრიფინგზე მივედით რა ჩვეულებრივად. არანაირი ორგანიზატორი მე არ მინახავს იქ. ანუ საერთოდ ბოლოს გავიგე ვინ ყოფილა ორგანიზატორი. ჩახალაიას თაობაზე არაფერი არ ვიცი, არ ვიცნობ. ვიცნობ როგორც 3 მილიონი ნახევარი ამ ქვეყნის მოქალაქე. დანარჩენი ოფისში თუ ყოფილა ერთი ორჯერ. რატომ მაგავშირებენ და 310 დღე ქუჩაში ვდგავარ ამ 310 დღიდან მექნება ყველაზე ბევრი გაცდენილი 10 დღე ყოველ დღე ჩვენ ხდებოდით როგორც ეძახიან ორგანიზატორს ამ 4 ოქტომბრის ბატონ პაატას და იქ კიდე რამოდენიმე ადამიანს ვიც დააპატიმრეს ყოველდღიური შეხვედრა გქონდა საღამოს 8 საათზე რუსთაველზე ალბათ მაგიტომ მაგრამ გამორიცხულია 2 თუ 3 კაციან ჯგუფშიც არ ვარ